მადლობა მოგესალმებით. მოლოდინი როდესაც ავტოკრატიულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ვერ იქნება ოპტიმისტური და არც უნდა იყოს ოპტიმისტური, ვინაიდან ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ცდილობს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალის დემონსტრირებას და საკუთარივე ამორჩევლის, რომელიც შემორჩა ქართულ ოცნებას, გამხნევებას, რომ აინახეთ მიუხედავად საერთაშორისო პრინციპში პრაქტიკულად იზოლაციისა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა ყველა ფრონტიდან, ჩვენ მაინც ასე ვყარად ვდგავართ და აბსოლუტურად უაპელაციოდ ნიკა გვარამია ყავს ციხეში და ამით უგზავნიან სიგნალს თავიანთ წიაღში, პარტიის წიაღში ქართული ოცნების სხვა ადამიანებს, რომლებსაც უკვე ქართული ოცნება აღარ იმპონირებთ, ისინი არიან მათი პოლიტიკის წინააღმდეგ და ასე უჭირავთ ეს ძალაუფლება, რომელიც არის იმიტაცებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე პირადად არ მაქვს მოლოდინი ბუნებრივი ამ ეტაპზე მოხდება ნიკა გვარამიას გათავისუფლება აი ამ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის მიერ ზემოწესებული მიზეზების გამო, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მათ არ მოუწევთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის თვის სასჯელის გადავადება. დიახაც, მე ვიცი მესმის საზოგადოების განსაკუთრებით აქტიური ნაწილის მოთხოვნისა, მათ უნდათ, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე სწრაფად მივიდეს და რეჟიმი დამარცხდეს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს სამწუხაროდ ახლავს როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი ეტაპები. და სულ უახლოეს პერიოდში მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ წარიმართება ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ორთაბრძოლა, საიდანაც ჩვენ გამოვალთ ყველანი ერთად გამარჯვებულები და პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან და ჩაბარდება ეს ეპოქა პოლიტიკური პატიმრობისა წარსულს. არც ცოტა ადამიანს დღეს საქართველოში სწრაფად წარმოუდგენია, რას ნიშნავს ჩემ შეფასებით, რაც ნიშნავს ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება. მამას გონია, რომ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება ნიშნავს ერთი ადამიანის დამარცხებას, ხოლოდ ბიზინა ივანიშვილის. არა, ბიზინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი ბიზინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი სხვაგვარად არის უკვე წარმოდგენილი და იგი შედგება ქსელებისგან, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფები, როგორც ფინანსური ჯგუფები, ფინანსური ინფრასტრუქტურა წარმოდგენილი, ნახევრად გასამხედროებული, მთლიანად გასამხედროებული ჯგუფებისგან შედგება, პროფესიონალი პროპაგანდისტებისგან შედგება და აი ამ ჯგუფებს, რომელსაც წლების განმავლობაში ბიზინა ივანიშვილი კვებავდა, აქვს მჭიდრო კომუნიკაცია ერთმანეთთან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებულ სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებთან. ასეთ შემთხვევაში გულისხმობ პუტინის რუსეთის ავტოკრატიულ დიქტატორულ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ეს რეალობა გვაქვს, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და ჩემთვის ეს გზა გადის მთლიანად რეჟიმის დამარცხებაზე. იქით და მაინც რა იქნება ეს გზა და რა მეთოდებს აირჩევთ თქვენც, იმიტომ რომ ვიცით ქვეყნის შიგნიდან და გარედან უნდა იყოს ზეწოლა ამ ყველაფერზე და ამ ეტაპზე რა გეგმა გაქვთ? მე თქვენ გახსოვთ უახლოეს წლებში ყოფილა ერთი შეხედვით შეიძლება უპერსპექტივო მოცემულობა, მაგრამ მთლიანად პერსპექტიულ მოცემულობად გადაიქცა და ძალიან ცოტა დაგვაკლდა მთლიანად საზოგადოებას თავისი ოპოზიციური პარტიებით გამარჯვების მოსაპოვებლად. მაგრამ ის რომ ახლა ბრძოლა ხელშესახებად პოლიტიკური არ ჩანს იმ ხარისხით, რა ხარისხით მეც მინდა რომ ჩანდეს ყველა პლატფორმაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუხტიარი გამქრალი და პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არ გეგმავთ მეორე ტემპით რეჟიმისთვის მომოუკიდებელი შეტევის მიტანას. ეს მხოლოდ მინავლებულია, რომელიც უნდა გაღვივდეს. იქნება ჩემი ზღმა რწმენით მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, რომელიც იქცევა კატალიზატორად და ქვეყანაში საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება შეიცვლება და არათუ პოლიტიკური პატიმრები დიახ, მართლაც ჯერ არა, იმიტომ რომ თქვენი მაყურებელი მინდა ახლა გავამხნევ ამ პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები ან სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩევლები. ასე მჯერა, რომ ეს მომენტია და დროც აღარ გვაქვს, იმიტომ რომ 12 პუნქტისთვის მოცემული ვადაც იწურება და იწურება ზოგადად მომენტუმი ხა. მთელი მსოფლიო უყურებს, რას გააკეთებს ეს ქვეყანა და ხედავთ, რომ რა გზასაც შეცდომა და თანათან უფრო და უფრო უარეს გზას. ამასთან მთელი დემოკრატიული
სამყაროსთვის ნათელი გახდა, რომ ივანიშვილის ავტოკრატიული რუსული რეჟიმი არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების პრობლემა. ამით არის განპირობებული თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზელენსკის მხედველობაში, რომ დაესანქცირებინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ხომ? ბიზნეს ივანიშვილის ეს მართლაც ძალიან მავნე ავტოკრატიული რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქართულ ხალხს, არა მხოლოდ რეგიონალურ უსაფრთხოებას, არამედ იგი კონტინენტალურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ეს გააზრებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროს გადაჭარბების გარეშე და დღეს ჩვენ განსხვავებით ერთი წლის წინანდელი დღეის სწორს მდგომარეობისგან გვაქვს უდიდესი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან, რისი ნაკლებობაც და დეფიციტი სამწუხაროდ სულ რაღაც ერთი წლის წინ მნიშვნელოვნად იდგა დღის წესრიგში. ამიტომ პოლიტიკოსები ჩვენ ვმუშაობთ აი ამ სწორი პოლიტიკური გუნდის ასაზვირთებლად, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგის მიღებით. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ რაღაცა ყალბი მოსაჩვენებელი აქტივობებით გავიდეთ უკვე ფონს. ჩვენ გვინდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირება მხოლოდ გადის რეჟიმის დამარცხებაზე 10 წლის თავზე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის საზოგადოებრივი ჯგუფებთან ერთად თავისი დაშვებული შეცდომებით და წარმატებული განხორციელებული გეგმებით კიდევ უფრო გამოცდილები ვართ და ვიცით რა კონკრეტულ მომენტში და ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმს უნდა მივაყენოთ პოლიტიკურად მომაკვდინებელი მართლაც დარტყმა, რომ ვერასოდეს ფეხზე ვეღარ დადგეს ვერც ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმი და ვერასოდეს თავში აზრათაც ვერ მოუვიდეს მომავალში სახელმწიფოს უზურპირების მცდელობა და სახელმწიფოს მიტაცება. კი ბატონო. დიდი მადლობა.